Რაგვაწუხებს და უკანონობა ეს არის თელაველი ქალბატონის პასუხი სააკაშვილს, რომელმაც პრეზიდენტს სიმართლე აივნიდან გადმოსწახა. Სხვანაირად მოსახლეობა პრეზიდენტთან მიახლოებას ვერ ახერხებს. ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში ის ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც შეეცადნენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და სიმართლის მას და რისთვისაც მკაცრად დაისაჯნენ. მანქანა ჩაჩერდა ჩემთან თეთრი ფერის მანქანა ნომრით 567. ორი პიროვნება დამიწყო გაუჭი მე კარგა ხანს გაუძალიანდი ერთ-ერთ ხელზე უკბინე კიდეც და შემაგდეს მანქანაში. შემთხვევა, რასაც ჯუახნის ქალბატონი ყვება თელავში დღეს მოხდა. გადაცებამდე 10 წუთით ადრე მერი მარგალიტაშვილი მეცხრეერს ესაუბრა პრეზიდენტთან გუშინდელი შეხვედრის მცდელობისათვის როგორ ჩაკეტეს იძულებით გამგეობის შენობაში. ამის შემდეგ ხელი სტაცეს და იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში. აქედან ერთ-ერთი მისი თქმით თელავის სოდის უფროსის მოადგილე დავით ლეგაშვილი იყო. დავდივარ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სადღარა, მაგრამ ვერ შევხვდი. მერი მარგალიტაშვილი ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის შვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა. ერთსაათიანი იძულებითი მგზავრობის შემდეგ შუახნის ქალბატონი თელავიდან მოშორებით ავტომანქანიდან ჩამოსვეს. მერი მარგალიტაშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი რამ შეემთხვა. 66 წლის თინა რაბულაძე სასტიკად სცემეს მარტო იმის გამო, რომ ის პრეზიდენტთან შეხვედრა შეეცადა. თინა რაბულაძე საქართველოს პრეზიდენტისთვის დაკარგული შვილის მოძებნაში დახმარება უნდა ეთხოვა. როგორც თავად ამბობს, ეს მცდელობა მას ძვირად დაუჯდა. პოლიციის უფროსმა სასტიკად სცემა. წამოვიდნენ ირზე ხელი ამომაფარა ასე რომ დავიძახე ბატონო პრეზიდენტო, ხელი გადამიგრეხეს. და მე მივქრა ის ქირია, შენ არ გინდაო დღეს მერე სიცოცხლეო. კიდევ ერთი შემთხვევა რუსთავში მოხდა. 64 წლის თენგიზ გოგოლაძე ციხიდან დღეს გათავისუფლდა, სადაც 6 თვიანი საშელი მხოლოდ იმის გამო მოიხადა, რომ რუსთავში ჩასულ პრეზიდენტს, რომელიც გზების რეაბილიტაციაზე საუბრობდა, მიაძახა. ასფალტი ვჭამოთ. პატიმრობიდან გათავისუფლებული დღეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს გაურბის. ეგრე ადვილად ვერ მიხვალ პრეზიდენტთან. სტიქიის შედეგად დაზარალებული თელავის ქუჩების მონახულებისას საქართველოს პრეზიდენტისთვის გასაზიარებელი მწუხარება თამარ მეტრეველისთვის წვიმისგან მიყენებული ზარალის ნაცვლად უკანონობა აღმოჩნდა. მოდით ახლა ამას მოვუაროთ და მე გადავიდეთ ფათერში, გავიცეთ. კონკრეტულად რას გულისხმობდა თამარ მეტრეველი უკანონობაში, მიხეილ სააკაშვილს მისთვის არ უკითხავს და არც იმით დაინტერესებულა, იზიარებდნენ თუ არა რუსთაველის 79-მეთში მცხოვრები თელაველები მეზობლის გასაჭირს. პოლიტიკური დევნა გრძელდება ოლიმპიური ჩემპიონის და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის შოთა ხაბარელის ძმისშვილი ბიძის კანდიდატად დასახელების შემდეგ ქარელის სპორტსკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩემი ძმისშვილი არის ქართული ოცნების მხარდამჭერი და ჩემი ძმისშვილია პირველი მოდი აქედან გამოვიდეთ. ის მომენტალურად გაათავისუფლეს, როდესაც ფაქტურად ჩემი დასახელება მოხდა ერთ მაჟორიტარ კანდიდატად. ქართული ოცნების კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მის რძალსაც ემუქრება, რომელიც ქარელის საჯარო სკოლის მასწავლებელია. მომივიდა ცნობა, რომ არის საშიშროება, რომ ჩემი რძალის გაათავისუფლება, მისი მირზას დედა, ის არის მასწავლებელი რაიონში და აი ესე მიმდინარეობს არა მარტო ჩემს ახლობლებზე, მთლიანად ჩვენ მხარდამჭერებზე ეწოლა. ხაბარელის გარდა გუშინვე სამსახურიდან გაათავისუფლეს ქართული ოცნების ონის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის თემურ ჯაფარიძის მეუღლე მზია მარკოიშვილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. როგორც კი მე წარმადგინეს ონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობაზე, მეორე დღეს ჩემი მეუღლე გაათავისუფლეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. სახელმწიფო დანამატების სახელმწიფო მოხელეებს მიმდინარე წელს ბათუმის მერიამ პრემიის სახით 649,000 ლარი გასცა. ყველაზე დიდი თანხა ქალაქის მერმა რობერტ ჩხაიძემ მიიღო, მას 5 თვის განმავლობაში პრემიის სახით 800 ლარი დაერიცხა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად სოლიდურ პრემიებს მისი მოადგილეები და ადმინისტრაციის უფროსიც იღებენ. ბათუმის მერის სამოადგილეს სოლიდური პრემია ყოველთვიურადერიცხება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით სამნიძემ, რომლის ხელფასი 2050 ლარია, 5 თვის განმავლობაში პრემიის სახით 5,000 ლარამდე მიიღო. ჩხაიძის კიდევ ერთმა მოადგილემ დავით ლეკვეიშვილმა 6,815 ლარი. ბათუმის მერის მესამე მოადგილეს ჯემალ ანანიძეს კი 5 თვის განმავლობაში 7,000 ლარამდე დაერიცხა. ჯამში მოადგილეების პრემიამ 19,000 ლარს მიაღწია. ბათუმის მერიაში გაზრდილ პრემიებზე კომენტარს არ აკეთებენ. ბათუმის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს პრემიის სახით 414 ადამიანზე მილიონ ლარზე მეტი გასცა. ამ თანხიდან 80,000 ლარამდე მერმა, მისმა სამმა მოადგილემ და ადმინისტრაციის უფროსმა მიიღეს.
ზესტაფონში ჯორჯიან მანგანეცის ქარხნის მუშა-მოსამსახურეები გაიფიცნენ ქარხნის თანამშრომლები უკვე 4 თვეა ხელმძღვანელობისგან ხილფასების მომატებას უშედეგოდ ითხოვენ. ჯორჯიან მანგანეზის მუშები საწარმოს ხელმძღვანელობისგან ანაზღაურების 50%-ით გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გვეუბნებოდნენ დღეს იქნება, ხვალ იქნება, ხან იქნება, ხან არ იქნება და ბოლო-ბოლო გაგვაბრაზეს ძალიან ამდენი ტყუილებით და გავიფიცეთ. დაჭირი რაფერ არის გასო, გადაჭეს 95% გითხეს და 10% პრემიაა. მე მაგია, მაგანი არც პრემიას მოგწევენ, ჩვენ და არც ხებას მოგწევენ, გადიდევ.